დავბრუნდით და რაღაცნაირად აი ამ მხიარული დილის მერე ცოტა ნამდვილად მიჭირს აი ამ თემაზე გადასვლა არაჩვეულებრივი მეუღლე, მამა, მსახიობი, საუკეთესო მეგობარი აი ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ დღეს გვინდა გავიხსენოთ ბატონი ალეკო თეთროშვილი. ახლა ვამბობდი ზუსტად, რომ სულ ცოტა ხნის წინ სტუმრად ბრძანდებოდა ჩვენთან თავისი საოცარი იუმორით, საოცარი თბილი საუბრით და დღეს ვიხსენებთ ძალიან მძიმე და რთულია ეს ყველაფერი. მისი მეგობრები არიან ჩვენთან ერთად. ბატონი ზაზა მამალაძე, ბატონი ლევან ლელაშვილი და ბატონი ზურაბ კობეშავიცი. გავიხსენოთ ალეკო. თქვენთვისაც ძალიან მძიმეა და რთული, მაგრამ რეალობაა თუ ძალიან რთულია ხა ალეკოზე ვილაპარაკოთ, რომ გავიხსენოთ. რა შემიძლია თქოს, ესე იგი ადამიანები მიდიან, უმეტესობა აყდება თავის ავტორად ოჯახებს, სამეგობროს, არიან გამორჩეული ადამიანები, რომლებიც აყდებიან ქვეყანას და ქალაქს. ალეკო ის კაცი იყო, ის ბიჭი იყო, რომელიც ქვეყანას დააგდო და ქალაქს და მისთვის ეხლა ისეთ რამეს ვამბობ, რომ ოჯახი ყველასთვის წმინდაა და შვილი, მაგრამ ესე გამორჩეულად უერთულესი მეუღლე, უერთულესი ხა ჩემ თვალწინ დაიწყო ეს ყველაფერი, ნახევარ საუკუნეზე მეტია ვუდივართ რა. მე მინდა მის ოჯახს მის სამძიმარე გამოუწოდო, ჩემ ნანას, ბიჭებს და მათი სიყვარული ერთად დაიწყო, ერთად მივდიოდით ესე. ხო და სასაული მამა, მე 4 შვილი, გიჟი, ბაბუა. ხო ეს ოჯახური რაც თითქმის არაფერი გასაკვირია მაშინ არ არის, მაგრამ ხო არის გამორჩეული და სხვა სიტყვა და ეხლა რაც იყო თვითონ სცენაზე და ცხოვრებაში კაც რომელსაც ხა უშინაც ვამბობდი, უცოდველი არანაირი ვართ, მაგრამ აი შეცდომა კაცობრასთან მიმართებაში ერთი ნაბიჯი მარსრებაში არ გადაუდგავს, მოდიოდა და თავისი ხაზი ქონდა ქვეყნის უდიდესი პატრიოტი, ქალაქზე თბილისზე გიждდებოდა რა და ზუსტად ესეთ ღირებულების ყავს ოჯახიც. ხო, ესეთია. შვილი ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანი და ნიკას და ნუკრიც ორთავე. ხო, მე ნიკას ვიცნობ და რაღაც ამათ ოჯახში ისეთი სითბო სუფევდა და სიყვარული პატრიოტიზმი. მე აწყობილი ქონდა სტუმართ მასპინძლობაზე რა. მე ხა ბოლოს რამოდენიმე წელია სოფელ დიღომში შენა სახლი გადავიდა და იქ რო შედიხარ სახლში ხო სახლამდე ეზოში მარჯვენა მხარეს ქონდა სტუმრებისთვის სალკე. ხო და უხაროდ ხა ადრე ჯერ საბურთალოზე ვიყავით, ქვემოთ სარდაფში ბუხარი გააკეთა და ნიკას ამეცადინებდა წვადებს სვავსო არ ნახულსა და ესე წავიდა ხო და აი ესეთი ოჯახი რა. თხემით ტერფამდე ქართული, თბილისური საოცარი სიტფოთი და ნუ რა ვიცი რა გიცნათ ყველა მთელ საქართველოს უსტამძიმრებ რა იმიტომ რომ ესეთი კაცები ცოტანი არიან რა არაჩვეულებრივი მოქალაქე მამა ბაბუა ყველაფერი ამასთან უნიჭიერესი ადამიანი ყველაფერი ერთად და ჩვენ გვაქვს ხოთაშორის თქვენ სიმღერა შეასრულეთ ბატონ ალეკოსთან ერთად აი ზუსტად ეს სტუმრობა გავიხსენეთ ცოტა ხნის წინ იყო სულ ცოტა ხნის წინ და მოდი გავიხსენოთ ყველამ ერთად ეს სიმღერა თუ შეიძლება ყველა ქუჩა ვიცი პარმათვი მაგრე ყველა სახლის გარე რახანია წერილების ჩანთა მე გარიდან გარზე დავატარე მე გარიდან გარზე რახანია წერილების ჩანთას მე გარიდან გარზე დავატარე მესლებს მიყვება წლები გულდა საწყვეტია ნამდვილად და რაღაცნაირად დაუჯერებელია ეს ყველაფერი. იცი რა ლევან ძალიან დიდი დრო გაატარეთ ერთად. სულ პატარა ბიჭები იყავით ამ პასიანსის ამბავი რო დაიწყო. ხო, მანამდე ალეკოს სანამ პასიანსი დაიწყებოდა ჩვენ გეპეის თეატრიდან მოვდივართ ყველანი ასე თქვათ რა.
GPS კლუბიდან თეატრის იქ იყო და ორკესტრის ბატონი ზურასი და ინჟინერები გამოდიან ამ მომღერლები და არტისტები. ხო და იყო დიდი სამჭედლო ეს GPS კლუბი და ანუ ჯერი გავიცანეთ ერთხელ ჩვენ თეატრში ვიყავით მე ცუცაც ალეკოს ჯინოც იქიდან მოვდივართ ხო და სპასიანსი 92-დან და თეატრი მე 84-ში მივედი მე თეატრში და ეგენი უკვე იყვნენ ალეკო და ცუცა იქ დაიბადნენ მე მგონი ხო და 94-დან 94-დან ხო და ნუ ჯერ თეატრში ხო ჯერ ნუ თეატრში სცენაზე გავიცანეთ ერთმანეთს ჩვენ გასტროლები ქონდა მე რა ვიცი იაპონია ამერიკა გერმანია დავდიოდით ფესტივალებზე და ნუ იქიდან ვიცნობდით უკვე მოხარშული ერთმანეთს და შემდეგ რა თქმა უნდა პასიანსი 92-ში და აი რო მითხრეს ეს გარდაცვალების ამბავი აი თითქოს ჩამწოდა და აიღო ყველაფერი ეს წლები ერთად გატარებული ხო ხტები აი ეს ყველაფერი ერთად ჩვენ ანუ წარმატებაც გამარჯვებაც გამოიარეთ ერთად ხო დამარცხებას თუ რაც იყო დამარცხება არ ქონია გამბისებში არ ქონია ხო აი 90-იან წლებში პასიანსი ხო და ეს ყველაფერი თელი რაღაცა რომელიც აი ხო და ეს პასიანსიც როგორც ნაბიჯ იწყობოდა და უცებ გავხდით მე უცებ გახდა გადაცემას რაღაც მერვე მეცხრე გასვლაზე უცებ გავხდით პოპულარულები და აი ამას ყველაფერს გზა ერთად გავიარეთ ესმის აი ეს შემდეგ ეს იმიტომ პირველი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იწერებოდა ესმის რა სხვა იყო ახალი სიტყვა იყო და საინტერესო ხო აი გვიტაცებდნენ ქუჩიდან დღეს ჩემთან შენ მოხვალ აუ ჩემები ხარ და აი ეს გზა ერთად გავიარეთ კონცერტები ავტობუსში ცხოვრობდით ერთად წარმოიდგინეთ ორი თვე დავდიოდით სხვადასხვა ქალაქებში საქართველოში და სასცენო პროგრამას ქონდა და ნუ აი ერთად ვიყავით 24 საათი ავტობუსში გვეძინა ვიგვიძებდით ხო და აი ეს ყველაფერი უცებ დამთავრდა როც გავიხსენოთ აი რაღაც ნახოთ ცოტა ვიდეო პატარა ვიდეო გვაქვს აი პარლამენტი ой სორია მე რატომ ვერ მოვიფიქრე მიგვის პირდაპირ მაუცებს თქვენი ორდირება თქვენ კი ძვირფასო ტელემაყურებლებო გირჩევთ მოათავსოთ თქვენი რეკლამა პარლამენტის სესიების მსვლელობის დროს თქვენი რეკლამა გახსოვდეთ დეპუტატის სუვერენიტეტია ჩვენ გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით თქვენთვის აწუկე კარგად ცნობილს ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერს სარეკლამო სააგენტოს უფროს ბატონ დურმიშხან ცალქალამოენძეს გამარჯობათ ბატონ დურმიშხან გამარჯობათ აი როგორი მოქმედა ამ ურთულესმა მძიმე პერიოდმა თქვენს ორგანიზაციაზე მოგახსენებთ ჩემო ბატონო ძალიან გაგვიჭირდა როგორც გახსოვთ არ იყო ფული და როცა არ არის ფული მაშინ ადამიანი ვერ ჭამს საჭმელს როცა ადამიანი ვერ ჭამს საჭმელს მაშინ ბუნებრივია ის ვერ სარგებლობს ჩვენი პროფილით მომუშავე ორგანიზაციების მომსახურეობით აქ მე 27 წლისა ვარ 27 წლისა ვარ მე გაქვი მე ყველა შევიგვაქვს ახლა გავქერე ახალგაზრდები ვარ ხო და ფოტოშორის ჩვენი რეჟისორი და ავტორი მამუგა გლონდი მას სწორედ დაიჭირა ალეკოს სტიპაჟი და ვარქვათ ხო ესეთი რაღაცა ხო რო ესეთი მაღალი სერიოზული ხმით რაღაც და უწერდა სპეციალურ ტექსტებს ძალიან მოედა საერთოდ ეს დუეტი შემდეგ ალეკო და ცუცა იყო განსაკუთრებული დუეტი, იმიტომ განსხვავებული ხო რაღაც სადაც დედამიწა პერსონაჟები მერვე კლასელო რა ქარიზმი ხო მერვე კლასელო უკვე გვიან იყო მანამდე იყო ქორწილი იყო მაგათი სკეჩები რაღაცეები ხო უცოლი ქმარი და აი ქორწილის მე წავიდა მერვე კლასელო ხო აი ძალიან ხო ყველა გვახსოვს აი ყველა ეს დუეტი იყო ძალიან ფოტოშორის უნდა გითხრათ რომ ახლა პანაშვიძე უნდა მოუყვე თუ აგერ ეს ალეკოს პანაშვიდია და მეგრე პანაშვიძე უნდა მოუყვე რო შევედით 30 წუთიდან ნუ მეგობარის მამა გადასა პანაშვიძე შევედით და წინ წავიდა თუცა და უკვე მიყვება ალეკო და ატყდა ხარხარი ხო აბა ხო ისეთი დუეტი იყო რა ფოტოშორის არ დაიბნა ერთხელ ალიკო კონცერტი ქონდა ბოლნიში ვიყავით ბოლნიში და ოჯახებში გაგვამწესეს და ხამი ვიქეიფეთ და დილას კიდე ხო წავ პახმელიაზე გამოვიდეთ და არა კონცერტი გვაქვს ვეუნები კაცო არ შეიძლება და ერთი ორი ჭიქა დავლეთ მარტო და არა რაღაც ყანწი გადმოიყვეს ბოლნიშის უნდა და არა უარი თქვი და ნუ გამოვიქეთ კონცერტი
და მე პატრონე, აი ნახე თუ არ დაგალევინოთ მე თქვენ ყანწიო რა. ჩვენ ჩავთვალეთ ხუმრობა. კონცერტი მიდის და როგორი დარბაზი იყო, ბელეტაჟი იყო მოდგმული იმასთან, რომ სცენასთან ვიდოდ. ხოლო გავხედეთ ბიჭო ეს ტიპი ყანწით არ მოვიდა. და უცებ ალიკო რომ დაიჭირა აქეთ იდგა რაღაცას ლაპარაკობდა მიკროფონი, მიაწოდა სცენაზე. და არ დაიბნა ალიკო და დალია. ხო სადღეგრძელო რაღაცა მოარგო იმ სიტუაციას იმ თემას და ესე ლამაზად გამოვიდა. რა ვიცი ხო მას არაჩვეულებრივი მამა შვილების ვენი ბრძანეთ რომ იცნობთ მართლა აი ბრწყინვალე ბიჭები. მოლე თავისი ოჯახებით და რა ვიცი ესეთი მამა მოქალაქე და არტისტი მეგობარი გამოგვაკლია. რადგან თუცა ვახსენეთ მოდი მერვე კლასელოს გარეშე მერვე კლასელოს კადრებიც რო გავიდეს აუცილებლად ჭერდები გამოლეთვა ნუ თუ ესენახა ფიქრებში გიტოლებთა სადაც შენ ჩამგდიდახა მერვე კლასელო Женский амшлевальба Растрапад митистро Рондагидзапо Ташегачеро Черисев падараха Первый классело Shorita It cosas cuccetti Scabrula di tuerpa Da senti safali Sforeba itzveba Oh Berwe klaselo Berwe klaselo ცუცა შემოგვიერთდება კი ბატონო. იცი თავს რო ყრის სიტყვებს ისე ვარ. ისეთი შოკი მივიღე ალიკოს გამო. არ ვიცი უსამძიმრებ ჩემს უსაყვარლესი მეგობრის ალიკოს ოჯახს, ნანას, ბიჭებს, სულ ყველას რო არაჩვეულებრივი მეგობარი და მამა დაკარგეს. ძალიან თბილი, ძალიან კეთილი და უსაყვარლესი. უსამძიმრებს საქართველოსაც, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი პიროვნება იყო ალიკო. და უსამძიმრებ მთელ ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს, პასიანს, ჩემს თეატრს მოდინახეს, სადაც ჩვენ ერთად ვიყავით და 48 წლის განმავლობაში აი ნახევარი საუკუნე ვიყავით ფაქტიურად ერთად, რომ თეატრში, ტელევიზიაში, იუმორინაში და არ ვიცი ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის, თითოეული ჩვენთაგანისათვის, მეგობრებისათვის და განსაკუთრებით რა თქმა უნდა ოჯახისთვის. არ ვიცი საოცარი ადამიანი იყო და არ არსებობდა დღესასწაული, არ არსებობდა რაღაცა დღე რო არ დაერეკა, არ მოვეკითხე, როგორ ახარ, აი შენ ყველაზე შორს ხარ. რთულია ნამდვილად. ბატონ ზურა იქნებ აიხსენა. რა ვიცი ახლა გუშინ წინ მე და ჩემი მეუღლე მოვდიოდით და რაღაცა მე რადიო ჩავრთე თუ არა და დღეს გარდაიცვალა სახები ესე ცუდად გავხდი რა. ხოდა მიმძის ლაბარაკი რა. მაგარი გულიანი კაცი იყო. ერთგული ჭირში გვერდში მდგომი, ხიში გვერდში მდგომი და იმედის მომცემი და პოზიტივი იყო. ძალიან პოზიტივი იყო კი. არ იყო ისეთი
გმირი რა საქართველოში და ყველას უყვარდა მისი როლი და მისი სახე და როგორც ადამიანი და როგორც კაცი რა. რაღაც დაგელაპარაკებოდა ჯერ ისე თბილად. მე ბუხუნა ხმაც ისეთი და ისეთ ჩაგეხუტებოდა რაღაცნაირად იფიქრებდი რომ რაღაცა მთელი ცხოვრება ხა მე არ ვიცნობდი ნამდვილად მთელი ცხოვრება მაგრამ ისეთი განწყობით იცოდა ეს მოკითხვა და ეს ყველაფერი რომ ნამდვილად ერთ ეპიზოდს გავიხსენებ რომ ცოტა შორიდან დავიწყებ ვერტყვიჭალაში მოვდივართ ახლა ბიჭი ვიყავი ჩემს უფრო ძმებთან ერთად აბლეტისთან შუთ ჩემი მშობლები ცოცხლები და მანქანა და მამა ჩემმა გახედა და ხო იცი მან ესეთი ვენახებია დალაგებული და აი აქ უნდა ვიყიდო ვინო ერთი მაინტერესებს ამათე ვინო როგორ იქნება და მართლაც მივოდექით იმ ოჯახს გამოვიდა და ვინის ყიდვა გვინდაოდ კი ბატონო შემოგძანდითო და მე იქ გაცნობა გამა მე პურმალი გაიშალა და იქ ამბები ატყდა ეს მეხსიერებაში მაგ ეხლა რა ხდება ქობულეთში ყოველს ერთად ვისვენებდით მაშინ საწყალი ზურადოვიჯაშვილი მამუკაუნაშვილი ნუგზარი კვაშალი თემური ჯაფარი ჩამოდიოდა ღმერთმა კარგად აყოს ყველა თითქმის ესენი ჩამოდიოდი და ასეთი სახლია 63 ქირაოდი ძალიან იაფად ვინას ეხლა იქ სასტუმროებით გასადი შეიცვალა და ველოდებით რომ ალიკო უნდა ჩამოვიდეს ალიკო საუღეთ ოთახი უნდა დაუხდეთ რა და გამერითი მოდიხარ ურეკავთ და მარშრუტით მოვდივარო კაი ბატონო გამოვედით და ველოდებით ვიცით რა ნომერია მარშრუტკა და გაიგო თუ არა კარებიო გაუმარჯოს ალიკო როგორ ახლა კაი კაცი უნდა გაგდოთ ვერტყვიჭალელი მძღოლი რომელმაც ჩამომიყვანა და მე რა მინდოდა და დავიქოქე ვერტყვიჭალ შემოგევლე მოხდა ბავშვობიდან მახსოვს ვერტყვიჭალ ბლიაძების ოჯახი შემთხვევით გავიცანით ისე შეგვიყვანეს ისეთი ფორმალი გაშალეს და არ დამავიწყება თონეში მე გოჭი შეწვეს აი ესეთ ის გემო მართლა ამხნის კაცი არ ისეთი გემრიელი შემწვარი თავის ძლებიან კანიან ყველაფრიანად რო იწובה დაქოქილი ვარ მო აქებ ამ ოჯახ ამ ბლიაძებს და ამ ვერტყვიჭალაში რა ხალხი და გაჩერდი გამოჩერდა ის არ არის ვერტყვიჭალიდან კაც თბილისელი ბიჭია გურამა ჩემი მეზობელი თელი ცხოვრება ვერტყვიჭალას უხდება და იმის მე რო შეხვდა მე ვერტყვიჭალა როგორ არის ოხერი საოცარი იუმორი ქონდა და ანეკდოტებს ყვებოდა ძალიან მაგრამ მე გურმანი იყო მაპატიე ძალიან მაგარი იქ ეხლა დავდებდით რაღაცა რაც ქონდა 50 ლარი 30 ლარი და მარიამობას ერთად აღნიშნავდით და დაავждებოდით და ესე გოჭს ხარშავდა გოჭი მოხრაშული გოჭი ზანგერია დელიკატესია ახალი ბიჭი ყავდა გელაფილაურდა არ ვერავინ ვერ მიეკარო დაჭრიდა და მართლაც უგემრია ცხელი უნდა კი ბატონ ხაშლამაზე იტყო და ალიკო არავინ არ მიეკარო და აი მართლა როგორც იყო მოწესრიგებული იყო ახლა გოში რო შევედი მოწესრიგებული სახლი მოწესრიგებული აი ესეთი იყო ბუნებითად ის ყველაფერს აკეთებდა ის ლამაზად უგემრიელესა არის ხო თქვენ ხუმარობა ისე რა ქვია 1-5 წლის უკან იმედმა დავხატიჟა შეჯიბრი რო არის იმაში კერძების ხო დამზადებაში და მეოთხე მე რა ვიცი კვერცხი და უწვათ შევწვა ვიცი კერძე სხვა რამეა კერძის გაკეთება ხო და არა მოდიო კაცო ნიკამ ისე მოდიო იქ რაღაცა გაი წავედი და იმ დავიწყე და იმან ჩანახი თუ რაღაცა დაიწყო ხო ხდები ხო რაღაც სერიოზულად მე იქ ქათამს წვა მაიონეზი ჩავასხი რაღაცები ნუ შოუა რა ხო რაღაცამ ლაპარაკობთ რაღაცებს ვიხსენებთ ანეკდოტებს ყვებით და ნადოყვები ეს სერიოზულად ეხლა როგორც ეხერხებოდა რაღაცა იქ ხო ხდები მთელი ამბი ჩაატარა და რომ მორჩა ნუ იმან მოიგო რა თქმა უნდა გაიმარჯვა და რა იყო ყველაზე ესეთ მნიშვნელოვანი რომ საეთერო ვინც უყურებდა მაგარი მშივრები იყვნენ ყველა ჩამოვდივარ დაგვიტოვეთ ჩამოვდივარ და ყველა მიესია იმას რა ქვია იმ ჩანას შენთან არავინ არ მოვიდა ხო მოგებული შენდარჩებოდი მაგრამ ეხლა ეს დღეები როა და ნუ უნებრივია იქ სასაფლაოა იქ ის არის იქ ბაზარია რაღაცა სადაც მივედით ხო ყველა ისეთი გულდაწოდა აი მესაფლავე და მოგული ის იქიდან დარეკეს თევზი უყურდა ცოცხალი საოცად და გადარეკეს თვითონ რო ჩვენთან მოდიოდა ხოლმე და მოკლედ ჩვენგან რაღაც აი ესეთი ყველა სფეროში აბსოლუტურად არ არის სფერო არ არის სხვაობა ყველა ადამიანის იყო უტყილესი პეტრიშობილესი და არ ვიცი მან მაგას ვერ ითამაშებ რა ხო არ გამოდით იმადგან მოდის რა ის რო ეს ჩვენთან ესე იყო თვითონ ყვებია რაღაცებზე ხა მე მართლა 50 წელზე მეტი გავიარეთ და იმდენი რამ არის მაგრამ მე რამ სიამოვნებდი რომ
ყველას აი ქუჩაში რომ გადიხარ დღეს არის ჩემი ქალაქის სევდისფერი რა ნამდვილად ესეა და ცუცამ ძალიან კარგად თქვა რომ ოჯახს უსამძიმრებთ რა თქმა უნდა შვილებს მეუღლეს შვილიშვილებს რძლებს მაგრამ საქართველოს უსამძიმრებთ და აი ნამდვილად დააკლდა ეს ადამიანი საქართველოს დააკლდება და არ ვიცი მადლობა მას იმ სიყვარულისთვის რაც კი ყველა ჩვენგანისთვის მოუწია და მართლა რაღაცნაირად ძალიან გულდასაწყვეტია ნამდვილად და ყველას გვიჭირდა. მოდი ანეკდოტები გავიხსენოთ ეს რუბრიკა ჩემი საყვარელი რუბრიკა იყო ერთ დროს. ნაზიკი ეურეკავს ჟუჟუნიას. ჟუჟუნიო გოგო სექსისტ რო შენ ქმარს ელაპარაკებიო გაგიზდი ქალო მაგ დროს საერთოდ თიშავ ტელეფონს შეხოლა ახალ ცოლქმარს შვილი არ უჩნდებათ რა მოიარეს უამრავი პროფესორი უამრავი ექიმი აკადემიკოსი და ბოლოს ურჩეს ვიღაცა ძალიან წოდნი აქ საქართველოში მივიდნენ ამ კაცმა გულდასმით გასინჯა და მე ვასკვნიო ჩემო ბატონო სადაც გითხრეს რომ უშვილო ხარ ან შენ არ არისო ეგრეო აი იშვიათი გამოვლენებაო რომ თქვენი ცოლი დაორსულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაცვიფრებ აი მომენტში ორსულების კონტაქტის მომენტში თუ განაცვიფრებ და თუ გააოცებ აი ამ შემთხვევაში დაიმახსოვრიო და საერთოდ მე ამ თემაზე დისერტაციას ვიცავო და წავიდნენ გავიდე ერთი წელი მოვიდნენ ეს ცოლქმარი და პატარა ბავშვი უჭირათ ხელში აი სამი ერთი წლის მერე აი ექიმო თქვენი ჭირიმე დიდი მადლობა თქვენ შემოგელეთ ერთი წელი გავიდა სამი თვის ბავშვი აბა როგორ იყო მითხარით მე ჩავიწერო ეხლა ინტერნეტ თემაზე მუშაობ დისერტაციას და როგორ იყო ჩემო ბატონო და თქვენ ხომ მითხარით უნდა განაცვიფრო აუცო და აი როგორც კიო წაიკუზაო მასივართანო ჩაიკუზა გამოახდა რაღაც უნდა გამოიღო მასივართან აი მაშინ ვეტაკეო და დავაკონტაქტეო და მე განცვიფდაო მარტო იგი არა მთელი კარფური განცვიფდა ჩემო აი მე წავედი ჩვენ განცვიფრებულები და მთელი კარფური განცვიფდა ჩემო აი ნუ ანეკდოტის მოყოლა კიდე ცალკე ნიჭიერება მე ცალკე ხო მაქვს ცოტა შეხება ამ ფორმატთან რაღაცა და ცალკე ის არის რა ქვია და მართლა ყველაფერში ნიჭიერი იყო ესა და ჩემი ბავშვობა მაქედარ ჩემი აი თინეიჯერულ ასაკს რო ეძახით აი მთელი ჩემი ესაკ და მართლა გადავარდი ახლა იმ წლებში და აი და მიუხედავად ყველაფრისა იმ წლებში ძალიან დიდი სიყვარული ტრიალებდა და სუფევდა და კი ბატონო დაოცარი ეხლაც მახსოვს მაგისგან ძველი ანეკდოტია მოსმენელი მაგრამ ის გულიანად მოყვა ექიმთან მივიდაო კაცი და აქ გული მტკივა ექიმი და რაღაც მიშოლა და გამოუწერა ჩახედა რა გამომიწერა და ჩაიგდა ვალიდოლი ვალმა და დოლმა მიტირა კიდე ვალიდოლი ექიმი ყავასო ექიმო საყვარელი ხდებაო ცოლთანო და სულ ყავის დალევა მიწევსო გამაგდებენო და მადუღებინებენო ორს თავისთვის ერთ ჩემთვისო და მეო ბატონო კარდიოლოგი ვარო და თქვენო ოჯახური კონფლიქტების მოგვარება გჭირდება თუ შეცდომით ვახთ არაო მეო მაინტერესებსო ამდენი ყავა გულზეც უდათ ხوارი მოქმედებსო აუ ერთმანათელი და ადგეს ამ ერთხელ ალიკომ ჩვენი კონცერტის მონაგარი ბიუჯეტი გაზარცვას გადაგვარჩინა ხო აბა როგორ იყო ბატონო ეს ის წლებია რა ქვია გურიაში გზაზე რო ვიდგნენ კი ბატონო ავტომატებით ხო ეს წლებია და ბათუმში გვა კონცერტი და მოვდივართ მარშრუტით უკან თბილისში და გუდანაბაჩი მოყრილეს ნუ რაც იყო შემოსავალი და გვიდევს მარშრუტკაში მოვდივართ ეხლა ჩამეძინა იქ ვიღაც რა ალიკოზის წინ რახან დიდი გაბარეტიც იყო ისე და წინ დაждდა და გემივით ის ხო და მივიდივარ ხო და რას ხედავენ რა სურათი ხდება რომ ავტობუსი გაჩერებული და დასათულაში შეშირვა ხო კი ბატონო ხელები აწეული ეს ჩანთები თურქეთიდან ჩამოტანილი იმხალხი შეფენილი და ასე პირდაპირ რა კი შემსწრევარ ვერ პირდაპირ ხო და ვაი მე და სამხელო ფული გვიდოს იქა რა ნაწვალები ხო და ესე რა ქვია მოდის ეს ავტომატით ეს გადაკიდებული პატრონები და მოვიდა და მიადგა ალეკოს ხო წინზის და ალეკო გახედი ჩახედა ცუცა ისე ცუცა კიჭა ვაი მე მოდით რა ხალხი გავაჩერე მოდით ახლა მოდიო და ვაი მე ჩვენ გაგვისკდა
მოვიდნენ ვახ თქვენ გვენაცვალე და თქვენი ჭირიმე გადავიდა მე ალიკო რაღაცა და ეხლა თქვენ ნუ გეშინიათო რაციას დააჭირა ხელი და ისა აბა გაატარეთო ესა და ეს მარშრუტ გამოდის გაიგეშენ ხო კი ბატონ შერჩენიათ კიდე ეს ხო და ეს ალიკო გათამამდა და გაუთამამდიო თვითონ როგორ ხდება და ისე ამ ხალხს რო იქნებაო აბა ეხლა თქვენ წადით აბა თქვენ წადით ხო ბატონ ზაზა ერთი სიმღერით ხო არ მოეფერებოდით მის ნათელხსოვნას იგაც ეს ხო ის სიმღერა თან რომელიც თქვენს გარდაცვლილ მეგობრებს ეძღვნება და კი ბატონო დიდი მადლობა ეს ხორება დღემდე ისე გამივლია გუზღალატი არასოდეს გამივლია საბიცარი მქონდა მხოლოდ ერთი ძმობისა და სიყვარულის ღმერთი ეს ხორება დღემდე ისე გავიარე არ უჩივი გულის არც ერთ ნაიარეს ვერ ჯობნი და გაეშანი დარადი ვერ დიდხავდა მეგობარი ნაღდი შენზე სალოცა მეგობარო შენზე სალოცა შენს კაცობას ბოლომდე რომ მიერთგულებ ხოსხლებს ალალ სინდის ნამუს დაგილოცა ვიზავიდა ვენაცვალე იმაცულებს გული მქონდეს უღალატო ერთიანი გაგვიცენდეთ დღენათელი დღემზიანი ვერაფერი მოგვერება ქვეყანად თუ იქნებით ერესად შენი დარდი ჩემი სევდადგივილია ქენილხინი სიმღერა დაღიმილია მეგობრობას წამოუდგეთ ფეხზე ალალ იყოს ეს სიმღერა თქვენზე შენზე სალოცა მეგობარო შენზე სალოცა შენს კაცობას ბოლომდე რომ მიერთგულებ სოსლებს ალალ სინდის ნამუს დაგილოცა ვინც ავიდა ვენაცვალე იმაცულებს შენზე სალოცა მეგობარო შენზე სალოცა შენზე ბიჭობას ბოლომდე რომ მიერთგულებ სოცხლებს ალალ სინდის ნამუს დაგილოცა ვინც ავიდა ვენაცვალე იმაცულებს მეგობრობას წამოუდგეთ ფეხზე ალალ იყოს ეს სიმღერა თქვენზე
ძალიან დიდი მადლობა ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ყველას არ იყო ეს ნამდვილად ადვილი მოსვლა და მასე ლაპარაკი ხა იმდენად ძიმე დღეებია და უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. თქვენს მადლობა. მადლობა ალეკოს. მადლობა ალეკოს. მადლობა ალეკოს ნამდვილად.